ერთხელ იოსებ სტალინმა სურდა რა დაემცრო ვატიკანის პოლიტიკური მნიშვნელობა, იკითხა განა რამდენი დივიზია ჰყავს პაპსო. ლეგენდის მიხედვით პაპმა პიუს მე-12-მ მოგვიანებით სტალინს შეუთვალა ჩემს დივიზიებს ზეცაში შეხვდებიო. ეს ეპიგრამა, რომელსაც პიუს მიაწერენ, მათ დასაცინად შემოგრჩა, ვინც ფიქრობს, რომ მილიარდზე მეტი კათოლიკეს სულიერი მოძღვრის ძალაუფლება დივიზიების რაოდენობით იზომება. გასაკვირი არ არის, რომ ბოლშევიკებს თბილისის სემინარიამ სიმბოლური კაპიტალის მნიშვნელობა ვერ ასწავლა, მაგრამ ჩვენი შეცდომა აღარ გვეპატიება. განსაკუთრებით აღარ გვეპატიება მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმმა ამ კაპიტალის მნიშვნელობა შეიცნო და სამოციქულო სასახლის ატალახება შეუდგა. 24 ნოემბერს ვატიკანში ვიზიტით მყოფმა ირაკლი კობახიძემ პაპი ლეონ მე-14 საქართველოში მოიწვია. მრავალი გარემოება მარწმუნებს, რომ ამ ვიზიტის ალბათობა ნულს არ უდრის, ამიტომ სურს წმინდა საყდარს 2-20 სიტყვა გავუზიარო იმ შემთხვევისთვის, თუ ვიზიტის ორგანიზებაზე სერიოზულად დაფიქრდება. როგორც ქართველ კათოლიკეს და როგორც ტაბულას მთავარ რედაქტორს მსურს მისმა უწმინდესობამ იცოდეს რამდენიმე გარემოება, რომელმაც საფრთხის ქვეშ შეიძლება დააყენოს საქართველოში ვიზიტის პოლიტიკური ნეიტრალობა ისტორიის ამ მონაკვეთში. პაპი ლეონი სხვა მრავალთან ერთად ტიტულით დასავლეთის პატრიარქიც გახლავთ. საქართველო კი დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. მისი პატრიარქობა ამ სივრცეში გამორჩეულ ზრუნვას მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის პონტიფექსის ყურადღება ლიმიტირებულია, სამწყსო კი დიდი და მთელ დედამიწაზე განვრცობილი. მის უწმინდესობას საქართველოს ოფიციალური პირები უყვებიან, რომ ისინი დასავლურ კონსერვატიზმსა და ქრისტიანულ ღირებულებებს ერთგულებენ. ვერაფერს იტყვი, ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდება, ნაყალბევი იმას შეასახო, ვინც დიდწილად შექმნა ორიგინალი. მაგრამ ინფორმირებული დამკვირვებელი მიხვდება, რომ ეს სიმხდალის ნიშანი უფროა. პროევროპელ ქართველ ხალხს ისინი პირდაპირ ვერ ეტყვიან, რომ ქვეყანა რუსული ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ, ამიტომ ყველას არწმუნებენ, რომ შიდა დასავლურს უფრას უსხედან და ძველ ქრისტიანულ დასავლეთს მისტირიან. წმინდა საყდარი ივანიშვილს მისი ავტოკრატიის მირონცხებისთვის სჭირდება. ტრიბუნაზე მდგარმა, რომ ქართველები უკეთ დაარწმუნოს, არა რუსეთისკენ, არამედ ჭეშმარიტი ევროპისკენ მიგიძღვითო. აი იმ ჭეშმარიტი ევროპისკენ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ღვთივდადგენილად რომ გამოაცხადა, ივანიშვილის რეჟიმი კი ყოველდღიურად რომ ანადგურებს. ანადგურებს იმიტომ, რომ დასავლურ სუფრაზე ის არც თამადობას აპირებს და არც დარჩენას. მას არც კლასიკური თავისუფლებების რესტავრაცია სურს. რეჟიმს განზრახული აქვს დაამხოს ქართული ლიბერალური დემოკრატია და ამისთვის კურთხევა დასავლეთის პატრიარქს გამოსძალოს. მისმა უწმინდესობამ ყველაფერი უნდა ქნას, რომ ჩინურმა ნაპოლეონმა ისტორია ფარსად ვერ გაიმეოროს. ეჯგარეშია, რომ დასავლურ ცივილიზაციაში ზოგიერთი იდეა ექსტრემალურად განვითარდა. ის ნამდვილად იმსახურებს ცხარე კრიტიკას და მწვავე წინააღმდეგობას, რასაც აკეთებს კიდეც კათოლიკე ეკლესია, სწორედ იმ ღირებულებათა პრიზმიდან, რომელსაც ივანიშვილი საქართველოში ამხობს. უზენაესმა პონტიფექსმა უნდა იცოდეს, რომ რეჟიმის წამალი ავადმყოფობაზე უარესია, რომ წმინდა საყდრისადმი მოულოდნელად ჩამტკბარი მისი ხმა მხოლოდ ლეგიტიმაციის სურვილით არის შთაგონებული. მას, ვისაც დასავლური კლასიკური ლიბერალიზმის ქომაგობა სურს, მისი ყველა მონაპოვრის განადგურებით არ იწყებს. ივანიშვილმა კი სწორედ ისე დაიწყო, როგორც ყველა ტირანი იწყებს. რელიგიის თავისუფლების განადგურებით. ივანიშვილმა ის მეთოდურად ჩამოანგრია, პატივი აყარა ყველა ქრისტიანულ თუ არაქრისტიანულ კონფესიას. შანტაჟის მიზნით აყურადებდა და აყურადებს მისი უწმინდესობის ეპისკოპოსს, მღვდლებსა და ერისკაცებს. არაბრუნებს ჩამორთმეულ კათოლიკურ მემკვიდრეობას და ახლის ასაშენებლად ხელოვნურ ბარიერებს ქმნის. მოითავარა რელიგიის თავისუფლება შემდეგი ფუნდამენტის ჩამონგრევის დრო დადგა. მან პრაქტიკულად გაანადგურა გამოხატვის თავისუფლება და ონლაინ კომენტარებისთვის ხალხის დაჭერა დაიწყო, რასაც ასე ეწინააღმდეგება წმინდა საყდარიცა და კონსერვატული მოძრაობაც მთელ ევროპაში. მისმა უწმინდესობამ უნდა იცოდეს, რომ თუ რეჟიმი მოისურვებს, შენ საქართველოში სპეციალურად მოწყობილ ავტობუსებში ლოცვის დროს გაწამებენ, გცემენ, ნარკოტიკებს ჩაგიდებენ და წლობით გაგიშვებენ ციხეში იმისთვის, რომ შურის გების ბომონი ამოაძღონ. თავისუფალი სასამართლო აქ ვერ გიშველის, რადგან ქართველებს მისი აშენება კაცმა რომ თქვას არც დაგვიწყია. ამას პაპი ადვილად მიხვდება, თუ ადგილზე მისი სამწყსოს გამოცდილებას გადახედავს. ამ სიტუაციაში გასაკვირი არ არის, რომ ქართული საზოგადოება არ აპირებს ივანიშვილის გარუსების პოლიტიკას დანებდეს და ქუჩაში უწყვეტად დგას ქართული დასავლური ცივილიზაციის დასაცავად. ქუჩაში დგას პიროვნების ღირსებისა და საერთო სიკეთისთვის, იმ სოციალური მოძღვრების არსისთვის, რომელიც თქვენმა წინამორბედმა ლეო მე-13-მ დაგვიტოვა და რომლის გამოც თქვენი უწმინდესობა მე-14 ლეონია.
ქართულ საზოგადოებას დიდწილად ესმის, რომ სახელმწიფოს მოვალეობა არ არის არეგულიროს პერსონალური სივრცე და ადამიანებს სათნოება დააძალოს. მათ ესმით, რომ ღმერთმა ადამიანი თავისუფალი ნების მქონე შექმნა იმ რისკის ფასად, რომ ის სწოდავდა. სწორედ თქვენმა საყდარმა თქვენო უწმინდესობავ თავის სოციალურ მოძღვრებაში აკურთხა იმგვარი სახელმწიფო, სადაც კეისრები ვერ მიიტაცებენ ღვთისძალაუფლებას. უფრო სწორად ცრუ ღმერთების ფუნქციებს, რადგან ყველას გვესმის, რომ ღმერთს სოდვის აღკვეთა ივანიშვილის დეპუტატებზე სწრაფად და ეფექტიანად შეუძლია. მაგრამ ის არ არის ტირანი, ივანიშვილი კი არის. ასეთ პირობებში, როცა ქართველი ხალხი თავისუფლების დაკარგვის რისკის ფასად ფიზიკურად იბრძვის თავისი სიღრმისეული იდენტობისთვის, მაქვს ცდუნება, როგორც თქვენი უწმინდესობის ერთმა შვილმა პოლიტიკური დახმარება გთხოვოთ. მაგრამ ამ ცდუნებას ვუმკლავდები. მესმის, რომ უნივერსალური ეკლესიის მართვის ნიუანსებში გასარკვევად, მედიის მართვის გამოცდილება შესაძლოა უსასრულოდ გამოუსადეგარი იყოს. აი რასაც ვბედავ იმის თქმაა, რომ წმინდა საყდარი შიდა პოლიტიკურ დისკუსიაში მინიმუმ ნეიტრალური უნდა დარჩეს და არ შეყვეს ცდუნებას ურთიერთობათა ილუზორული გაუმჯობესების მიზნით ქართველი ხალხი მგელს და უთმოს. შემდგარ ავტოკრატიაში, სადაც საზოგადოება გატეხილია, პაპის ვიზით შესაძლოა ჰქონდეს პრაგმატული და ჰუმანიტარული ამოცანები. თუმცა ჩვენს მდგომარეობაში, სადაც ხალხი შეუპოვრად იბრძვის თავისუფლებისთვის, რომის ეპისკოპოსის ჩამოსვლა შესაძლოა აღმოჩნდეს არა ნეიტრალური, არამედ ბოროტების წამხალისებელი. სანამ ივანიშვილი სასტიკად უსწორდება მოქალაქეებს, შესაძლოა პეტრეს მემკვიდრის მომლოცველობა გამყოფად იქცეს და არა გამაერთიანებლად. ჩვენი დემოკრატია ახალგაზრდაა. ეჯგვარეშია, რომ ის ვერ გადარჩება რწმენის ღრმა საფუძვლის გარეშე, რისკენაც თქვენი უწმინდესობის გაძღოლის იმედი გვაქვს. მივესალმები პაპების მიერ ქართული კულტურის მფარველობას, მაგრამ ამაზე მეტი, აქ და ახლა შიშობ საქართველოს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ქართველი კათოლიკეები და ჩვენი ეკლესიის მეგობრები საქართველოში გელიან მთელი გულით თქვენო უწმინდესობავ, მესმის, რომ პაპს მოუწევს იმოგზაუროს მრავალ ავტოკრატიაში, მაგრამ საქართველო მიუხედავად იმისა, რომ აქეთკენ სწრაფად მიიწევს, ჯერ ამ უფსკრულში არ არის. ჰუმანიტარული მიზანი აქ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. ავტოკრატიული გადაგვარებისგან გამიჯვნა. საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამოცდილების ხალხებს განსაკუთრებით კარგად ახსოვთ, რომ მე-20 საუკუნეში პაპების ვიზიტს ტირანიათა დელეგიტიმაცია მოსდევდა. სამწუხარო იქნება თუ 21 ამ ტრადიციას დაასრულებს. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ვიზიტისთვის შესარჩევია საუკეთესო დრო ან საუკეთესო ფორმა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.